მე მივესალმები, დიდი მადლობა საგანმშვიდობის გადაცემაში სტუმრობისთვის, როგორ ბრძანდებით? სიტუაციურად. და როგორია ეს სიტუაციურად? უკეთესიც ყოფილა ალბათ ამ ქვეყნის ისტორიაში და ვემიტყოდი ბევრად უკეთესიც. აი ამ ბოლო საათში დაგროვილი ინფორმაცია კობახიძე წერს რომ ესაუბრა ილხამ ალიევს, მაკა ბოჭორიშვილი წერს რომ ესაუბრა მის კოლეგას აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრი რომ ესაუბრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს. როგორ გამოვიყურებით ჩვენ ამ პროცესებში ზაზა? ხა ამაზე ლაპარაკი რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე, მეგობარზე, მეზობელზე, აზერბაიჯანზე თავდასხმა მოხდა და ეხლა მას ესაუბრა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ცოტა ისე ძალიან დაბლაა თამასის დაწევა, ხო, იგულისხმება ხო ამაზე ლაპარაკი, ამის აღნიშვნაც კი რაღაც ფორმალური ნაწილი აქვს საუბარი არის, რამდენად ჩართული ვარ ჩვენ საერთოდ რაიმე პროცესში, რომელიც ამჟამად აი სწორედ ამას ეხებოდა ჩემი კითხვა, რამდენად ჩართული ვარ და ალბათ უნდა გავიხსენოთ ის განცხადება, რომელიც გავრცელდა ოცნების მთავრობის სახელით, ხო? ირანთან დაკავშირებით, მის ამძიმრება აიათოლა ხამენეის სიკვდილით იწყებოდა და შემდეგ გრძელდებოდა. ცოტა ზემოიმორულ სტილში იყო, ხო? აი კომიკურ კინოებში თუ ისე კომედიურ კინოებში რო გვინახავს, არავის რო არ გინდა აწყენინო და ცოტა ყველას რო უთანაგზნეს, ხო? მათ შორის პრაქტიკულად სასიკვდილო მტრეებს, იქით ისრაელს და ებრაელ ხალხს, ახეთ ირანს და ირანელ ხალხს, ანუ თლად ეგრე შეიძლება მესმის ვის რა უნდა, მაგრამ არ გამოდის ესე, ხო? მაგრამ ჯანდაბას ამის თავი დავანებოთ, ხა მე გავიხსენებდი ივანიშვილი რომ მოვიდა, ეს ის დაპირებათაგანია, რომელიც მან შეასრულა. მან თქვა რომ საქართველოს პატარა სოფელია, რომელსაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს. და ამაში იგულისხმება ჩვენ თუ თავს დავწევთ, თუ დავხრით, თუ არავის არ შევაწუხებთ, არავის არ შევახსენებთ ჩვენ თავს, სხვებსაც დავავიწყდებით და ის ააშენებს აქ თავის სასურველ რაღაც ტერიტორიულ წარმონაქმნს, სადაც რასაც უნდა იმას გააკეთებს და ამასთან პრაქტიკულად ძალიან ახლოს არის. ჩვენ და სამწუხაროდ, ხო? ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს პრაქტიკულად პირველი დღეა, როდესაც აი იმ ფონზეც კი რაც აქამდე ხდებოდა, ხო, აი ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯოჯოხეთიც ხდებოდა და ბოლო 12-ს კიდე არ გადავწყვეტი თუ 14-ს უფრო სწორად, ხო? აი იმ ფონზეც კი დღეიდან ახალი ათვლის წერტილია. ანუ დღეს ჩვენ პრაქტიკულად ქებადიდების გარდა ყველაფერზე მთავრობის ნებართვა გჭირდება. ანუ ჯერ კიდე შეგვიძლია ვაქოთ და ვადიდოთ, მაგრამ ასე მგონია რომ ქებადიდებაც რო დავიწყოთ, ხო, რაღაც ეტაპზე ირონიას ამოიკითხავენ ამაში და ახალ კანონს შემოიტანენ პარლამენტში, რომ აი ამ ქებადიდებაშიც არ უნდა იყოს არანაირი ირონიული ქვეტექსტი და ჩვენ თუ დავუშვათ ვიღაც ხოცს არ მივესალმები და ეს ალბათ ჩვენი ერთ-ერთი უკანასკნელი იარაღია, ესეც უკვე კრიმინალიზებული იქნება. ხო, ხოცს უნდა მიესალმო გულწრფელად, უნდა გაუღიმო, რომ მან თავი ცუდად არ იგზნოს, Facebook-ზე თუ დაწერ მის სახელდაგვარს აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა იყოს, რომ ამ ერთიან სახელგვარში რაღაც ირონია არ იგულისხმებოდეს. აი ამ ეტაპზე არიან, ხო, მე მგონი თქვენ გიორგი ვაშაძესთანაც ისაუბრეთ იმაზე, რომ არ შეიძლება აღიარება კანონის ძალით მოითხოვო, ხო? ხა ერთი ძალიან ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი ამბობდა, თუ იმის მტკიცება გიწევს, რომ ლეიდი ხარო და არა მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანი, მაშინ ის მეორე ყოფილხარო, იმიტომ რომ ამას მტკიცება არ ჭირდება, რაღაცეები არის, პატივისცემა, აღიარება და რაღაც გარკვეული რაღაცეები ცხოვრებაში, რასაც ჯერ ერთი რომ მტკიცება არ უნდა ჭირდებოდეს, ბუნებრივად უნდა მიიღებოდეს და მეორე თუ ამას არ ამხობ და ამტკიცებ, არამედ სისხლის სამართლებრივი ძალით ამყარებ, რა ვიცი, რა ფასი აქვს ამას, ხო? ანუ ამას ფასი ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ მათთვის აქვს და გეტყვით რა, ყოველი ასეთი რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგჩვენებოდა ჩვენ რომ რაღაც რომელიმე რეპრესიული კანონი შეიძლებოდა აღესრულებინათ, ისინი მაინც ამით აღწევენ საკუთარი ძალაუფლების ჯერჯერობით შენარჩუნებას. ხომ სრულიად წარმოუდგენელი იყო, მართლა გულწრფელად ვამბობ ამას, რომ ადამიანი აზრის გამო, Facebook-ზე დაწერილი მაგალითად სტატუსის გამო, ტროტუარზე დგომის გამო გაესამართლებინათ, მაგრამ ესეც მივიღეთ. ეხლა როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს მათი ეს ახალი თუნდაც რეპრესიული კანონი, რომლითაც ისინი ძალით ითხოვენ ჩვენგან ლეგიტიმაციას, ჩვენთვის არ ნიშნავს, მაგრამ მათთვის აქვს დიდი ფასი. არ აღიარებ, უწოდებ არალეგიტიმურს, წახვალ ციხეში ნებისმიერი ადამიანი. და აქ დააკონკრეტეს კიდეც, აი ერთ-ერთი შოკის მომგვრელი ის იყო, რომ მაგალითად ბიზნესმენიც კი, რომელიც საკუთარი საქმის იქით
რაღაც პოლიტიკურ მოსაზრებას გამოთქვამს, შესაძლებელია 3 წლის ციხეში ამოშლეს. ანუ ნებისმიერი ადამიანი ეს ფასი აქვს მათთვის. იციან რომ ძალიან ძვირად უჯდებათ, მაგრამ მაინც იღებენ ამ კანონებს. რაზეა თქვენი აზრით ეს გათვლილი? არ დაემორჩილებიან ადამიანები, მაგრამ დაიჭერენ, ხომ დარწმუნებული ხართ რომ დაიჭერენ? თან საჩვენებლად. მე არ მithქვამს რომ ეს კანონები არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ ყველა იმ კანონმა, რომელიც მათ მიიღეს ბოლო წლების განმავლობაში, თავისი შედეგი გამოიღო. ავად თუ კარგად ამის შედეგებს ჩვენ ყველაფერში ვხედავთ და ელემენტარულია ის რომ ადამიანი გონიერი არსება ყოველ შემთხვევაში და ასეთები ვართ ქართველები, ანუ აქეთა ფლანგი და არა ქოცები, ანუ იქეთა ფლანგი, ეს გონიერი არსება იმისია რომ ადაპტაციას ახდენს, ხო? თუ მაინდა-მაინც რაღაცა იწვევს კონკრეტულ შედეგს, ახლა მაინდა-მაინც კედელს თავით არ უნდა დაეჯახო, ხო? რაღაც სხვა გზა უნდა იპოვო მიზნის მისაღწევად, ხო? თვითმიზანი ხო არ არის რაღაც კონკრეტული სიტყვის გამოყენება ან კონკრეტული ხო, რა საკვირველია? პროტესტის გამოხატვა, ვიმეორებ, ხო? ანუ ჩვენთვის თავარია ამ ქვეყნის ანუ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანდი, არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულად თავისუფალი სასამართლო თუ სოციალური თანასწორობა და ბევრ რაღაცას ამბობენ. ჩემთვის პირადად თავარია ამ ქვეყნის გათავისუფლება რუსეთისგან. აქედან იწყება ყველაფერი. ჩვენ იქ აღარა ვართ, რომ ევროკავშირში ვერ შევდივარ და გზას გადავუხვიეთ. ჩვენ დღეს ვართ რუსეთში. არ ქვია ამას ასე, მაგრამ de facto რუსეთში ვართ. რომ ამბობენ რომ დაბომბავს, არავინ არ დაბომბავს საქართველოს, ხა ირანი თავისი მოკავშირის ტერიტორიას არ დაბომბავს. ამ ხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. შესაბამისად, რაც შეეხება იმას, რომ სათხედავ ჩვენ თავს, აი ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ ისევ რაღაც ტიპის ჩვენ რა, ბევრი ჩვენგანი რაღაც ტიპის მახეში ვართ აღმოჩენილი, როდესაც თუნდაც ამ ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებას ვადარებთ. ხო, დღეს საუბრობდით ჩვენ მეგობრებთან და ერთი რამე გამახსენდა, რომ რა ვიცი, აი სისხლიანი 9 წლის დროს მოდულის შენობას ღობე არ ქონდა. მართლა? ღობე არ ქონდა, აი ნარგავები იყო გარშემო. პარლამენტი ასეთ, ანუ ქაჯეთის ციხე არ იყო, ხო კომუნისტების დროს ეძახდნენ პარლამენტს, აი ამ უზენაეს საბჭორო გახდა მერე და მერე პარლამენტი აი იმ შენობას ქაჯეთის ციხეს. ხო ეხლა ისევ ქაჯეთის ციხე, აი რაღაც ბოდიში და შესადუღებელი სვარკა, ხო აი შესადუღებელი მანქანით, ამოჭედილი კარები, ღობეებით და ჟურნალისტებიც ვერ შედიან. მე გავიზარდე, შეიძლება ვთქვა რომ გაზრდილი ვარ პარლამენტში, იმიტომ რომ პატარა როცა ვიყავი რეპორტიორი რო ვიყავი, ანუ დილიდან ღამემდე იქ მუშაობდი და მართლა ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა დამდგარიყო ასეთი დღე რომ ჟურნალისტისთვის აეკრძალათ იქ შესვლა, აეკრძალათ არასასურველი კითხვის დასმის გარეშე. რომელიღაც კონკრეტულ პარლამენტარს არ მოსწონს აი ამ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული მოკლე ჩანაწერი თუ დასმული კითხვა და ასე შემდეგ. ანუ რა ვიცი, ჩრდილო კორეა სხვა არაფერი არ არის. ერთი ნაბიჯია იქამდე. რა ვიცი, იმ სისხლიანი ბჭყალებში 9 წლის დროს 4 თვე იყო გადაკეტილი რუსთაველზე და ამის გამო არავინ არ დაუჭერიათ. დღეს ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ. იმ სისხლიანი 9 წლის დროს მეც არ ვიცოდი ეს, მაგრამ გაიხსენა კონკრეტულმა ადამიანების ჯგუფმა, რომ მეგის ქარდავა ხო იყო ერთ-ერთი თუ ყველაზე უფრო ესეთი, რა ქვია, ოდიოზური პიროვნება, ხო? იმისთვის დაურტყამს კონკრეტულ ოპოზიციონერს თუ ოპოზიციონერის ცოლს, კამერების წინ არსებობს ეს კადრები და არაფერი არ მოხდა. და მზია მაღლობელი რისთვის ძის ციხეში უკვე რამდენი მეორე წელია, ხო? მეორე წელი წავიდა. მეორე წელი დაიწყო, კი? ეს რა ქვია, ეხლა რომ კიდობანში თუ რაღაც იმაში როზის ის კლოუნი მაპატიეთ და პოლიციის შენობას რო დაესხა თავს. ჩასვეს ციხეში ამის გამო, რომ გადახტა და შევარდა პოლიციის განყოფილებაში. არავინ არ ჩაუსვამთ ხო მაშინაც ციხეში. რატომ ამბობ იცით რომ დღესაც კი ანუ ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარი კოზირი არის ის კომპლექსი, რომელსაც ჩვენ აქეთა ქართველებს გვიჩენს, რომ აი შენ იმასთან არ დადგე, შენ იმასთან არ დადგე და მესმის მე და მე 2 და 10 ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც მაშინ კრიტიკულები იყვნენ, მაგრამ ხედავენ დღეს რა საფრთხეში ვართ ჩვენ. ანუ არ დარდება, უბრალოდ არ დარდება ის პრობლემები, რომელიც ჩვენ მაშინ ქონდა და ბევრი ობიექტური პრობლემა ქონდა. იმ კოლოსალური და მართლა ფენომენალური წინსვლის ფონზე, რაც ხდებოდა, ხო, ყველა მიმართულებით. მაგრამ დღეს საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, ხო? დღეს ვიხსენებდი ნიკა გვარამია მყავდა სტუმრად და რაღაც საუბარმა მოიტანა ბუშის ვიზიტს და ჩვენი რეაქცია, მე საუბრობ ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტი, როგორი იყო ჩემი რეაქცია, როდესაც პირველად მითხეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩამოდიოდა და დღეს საუბრობთ იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვიუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ანუ აი ამხელა სხვაობა საგარეო მიმართულებით
დაახლოებით მით უმეტეს და გეთანხმებით ახლა შეცდომები ძალიან მძიმე ამბები, რომელიც ახლდა იმ ყველაფერს, მაგრამ წარმოუდგენელი მასშტაბის რეფორმები და წინსვლა ამ ქვეყნისთვის საგარეო მიმართულებით მართლა ვერ წარმოგვედგენა უბრალოდ რომ შეიძლებოდა მე და თქვენ ახლა დამდგარიყო ესეთი დღე და ეთერში გვესაუბრა როგორ კარგავთ ევროკავშირის შანსს, როგორ ეძახიან ჩვენს პარტნიორებს, მტრებს, deep state-ის მართულებს და საერთოდ როგორ გვაკარგინებენ ამ ქვეყნის მომავალს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იგივე ჭავჭავაძის ცენტრის ფარგლებში ჩვენ მქონდა ესეთი პროექტი, კინოჩვენებები მქონდა ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, ანუ სკოლის მოსწავლეებთან, უფროს კლასელებთან, სტუდენტებთან და ისეთ ფილმებს ვანახებდით, რომელიც ასახავდა იმ დისტოპიურ რეალობას, იქნებოდა ეს, ავიცი, ორუელის, ან საუბრობდი ორუელის ნაწარმოებებზე, კავკას პროცესი იქნებოდა თუ ფარენჰაიტი 451 გრადუსი და ასე შემდეგ, ხო? და ის უკვე აბსოლუტურად არარელევანტური, ანუ რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, რა ნაწარმოებზეა, ხელოვნების ნაწარმოებზეა, ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ხო? იქაც ეს არის ზუსტად იგივე კავკას პროცესი, ეს არის, ამაზე ადამიანს იჭერენ და არ იცის რისთვის იჭერენ, ვერ იგებს რისთვის იჭერენ, ხო? ისევე როგორც დღეს ადამიანებს იჭერენ და ვერ იგებენ რისთვის იჭერენ. ტროტუარზე ideki თან არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაიმე დაარღვიე რაღაც კანონი დაარღვიე თუნდაც, რასაც გიდებენ ბრალდებად, მაგრამ მაინც გიჭერენ. ზაზა გამოსავალს რა შეხედავთ თქვენ? აღარ მოუყვები ეხლა რა მძიმეა ომში, ბრძოლაში ყოფნა ამ პოლიტიკურ პარტიასთან. თუნდაც ერთი წლის წინანდელი მოვლენები რომ გავიხსენოთ, როდესაც ათასობით ადამიანი ქუჩაში იდგა, რა მოუწყეს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულ საკუთარ მოქალაქეებს და რამდენი უდანაშაულო პატიმარი მივიღეთ ჩვენ. ოპოზიცია, რომლის თითქმის ყველა ლიდერი გაუშვეს ციხეში და ვინც გამოვიდა, კიდე ხელახლა უკან შებრუნებით ემუქრებიან ამ ახალი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის სისხლის სამართლის საქმით. იქით დაანონსებული საკონსტიტუციო სასამართლოთი აკრძალვა. აი ამ რეალობის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კიდევ რა შეუძლიათ მათ გააკეთონ, თუ კი დაინახავენ რეალურად ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს. არ ნიშნავენ ამ არჩევნებს, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არ უშვებენ უდანაშაულო პოლიტიკურ პატიმრებს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? რა არის ახლა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური პარტია წამოვიყვანოთ მინიმუმ ახალი არჩევნების დანიშვნაზე? ხო, ახალი არჩევნების თემა შეიძლება ერთგვარი მახეც იყოს, იმიტომ რომ რა ვიცი, დაუშვათ ხვალ დანიშნეს ახალი არჩევნები, დაუშვათ. დიახ. და იტყვიან რომ დაუნიშნე ახალი არჩევნები, ხო, მაგრამ სინამდვილეში ახალი არჩევნები აი იმ კანონმდებლობის გაუქმების გარეშე, რომელიც მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი მედია სულს ღაფავს, დამკვირვებლები აღარ არსებობენ, ჩვენ ემიგრანტებს პრაქტიკულად აუგზავნეს არჩევნებში მონაწილეობა, აი უამრავი რაღაც მოხდა, ხო, ცესკოს ფორმირების წესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, იმ ფონზე თუ ეს არ შეიცვალა, ეხლა გინდა არჩევნები დაარქვენ და გინდა რაც გინდა დაარქვენ, ხო? არჩევნების მიღწევის გზა როგორც წესი არის ხოლმე რა გადადგეს მთავრობა თუ გადადგან იმდენად დასუსტდა რომ წასვლა მოუწია და მერე დაინიშნა არჩევნები, ეს სხვა არის და ეხლა ის თუ ატარებს თავისი პირობებით, თავისი სუსით, თავისი ცესკოთი, თავისი აი ამ ველური და რეპრესიული სისტემით, მაშინ შეიძლება მახე იყოს, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან საფრთხილო სისტემა, საფრთხილო საკითხი. რა გადაგვარჩენს, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ერთიანობაზე სილაპარაკეთ თქვენ წინა სტუმართან და მე პირადად სულ ამას ვამბობ, ხო, ერთიანობა შეიძლება გარანტირებული გამარჯვება არ იყოს, მაგრამ ერთიანობის არ ქონა გარანტირებული მარცხია. შესაბამისად ერთიანობა იძლევა იმ შანსს, რომ ჩვენ ერთი ხმა გქონდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მაგრამ ჯერ არ ხერხდება, ჯერ არ არის მაინც ოპოზიციური ერთობა. არის ამ პარტიების ალიანსი, რომელიც ვნახეთ, რომ შედგა, მაგრამ არიან ასევე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ შედიან ამ ალიანსში. ხო, მოდი ასე ვთქვათ, აქ უბრუნდები იმ თემას, რას იყენებს ოცნება ძალიან ვერაგულად და ის კომპლექსი, რომელზეც ეს იკვებება, ხო? იმიტომ რომ ყველას ეძახის ნაციონალებს. თქვენ ხართ ნაცები იძახის, ხო? ხა რაც არ უნდა იძახოს ამ თუ იმ პარტიამ თუ პოლიტიკოსმა, რომ არ ვარ ნაცი და რაც ანუ ობიექტურად არ უნდა იყოს, ხო? აი არ არის, აი არც ბიოგრაფიით, არც წამსით, არაზროს ყოფილა, მაინც ეს იარლიყია ეწებება. ანუ გულისხმობ იმას, რომ ეს არის მეორე მხრის ტაქტიკა. აქედან გამომდინარე, ხა იმაზე საუბარი რომ ნაცია არა ვარ და ასე შემდეგ, უბრალოდ ფუჭი ნაყვაა, წყლის ნაყვაა, დროის ფლანგვაა.
იმიტომ რომ ეგ ერთი, ხო, ანუ რაღაც იმის მოედანზე ხარ აპრიორი თავის მართლების რეჟიმში ხარ, ეგ ერთი. მეორე ხა ბოლო 10-14 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი ვნახეთ, რომ მენაცი არა ვარ და ნაცზე უკეთესი ვარ და მესამე ხმა ვარ და მესამე გზა ვარ და შუა მე ვიქნები და ასე შემდეგ. ჭავჭავაძის ტრენდს კვლევაა გაკეთებული, ჯერ კიდევ როცა შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება, იმაზე თუ რატომ ვერ შედგა ვერც ერთი მესამე პარტია. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს მესამე ნიშა. საქართველოში ხარ ან რუსი ან ქართველი. მესამე პოლიტიკური ნიშა არ არსებობს. ივანიშვილმა რო თქვა რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, სულელი კი არ არის. არც თვითონ არ მოუგონია ეს. საქართველოში გადამწყვეტ მომენტში შენ ხარ ან საქართველოს მხარეს და ან ხარ იმ ხალხის მხარეს, რომელსაც უნდა უკრაინის დამარცხება, რუსეთის გამარჯვება, საქართველოში კორუფცია, და საქართველოს ისეთ დაბეჭდავებულ მდგომარეობაში ყოფნა, რომელიც არის დღეს, ხო? მესამე მხარე არ არსებობს. აი ასეთ სიცოცხლის მხარე გულწრფელს მესამე ნიშა, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ჩვენ ნახეთ იგივე ბოლო 10-12 წლის განმავლობაში უამრავი პარტია, ზოგს ტელევიზია ქონდა, ზოგს საპარლამენტო ფრაქციები, ზოგს ბევრი ფული, ზოგს დეპუტაცია პარლამენტში თუ ადგილებზე და ასე შემდეგ. ბევრი იწყებდა, გახარია იწყებდა 700,000 ლაიქით იმ თავის ცნობილ სელფიზე და მერე ყველა სტაბილურდება 2-3%-ზე. 700,000 ქონდა ლაიქი. რაღაც ეგრე, პირობითად არ მახსოვს. ხო, არა. რაღაც წარმოუდგენელი რაოდენობის, მაგრამ ხო, აი რაღაც ყველა ეგრე იწყებს, აი დიდი მოლოდინებით, რომ არიქა ეს არის შემდეგი მეხსია და აღმოჩნდება, რომ მაქსიმუმ ერთი არჩევნების შემდეგ ყველა ისევ ჯდება სადღაც ელექტროლად უმნიშვნელო ნიშაზე. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს მესამე ნიშა ამ რეალობაში. ჩვენ ხო არა ვართ ჰოლანდია. არც გერმანია. სამწუხაროდ არა ვარ, სადაც შეიძლება ადამიანმა წავიდეს და თქვას, რომ აი მე ცხოველების უფლებები მაინტერესებს და მე ხმას მივცემ იმ პარტიას, რომელიც შინაური ცხოველების უფლებებს დაიცავს. ან ფერმერების უფლებები მაინტერესებს. არ ვართ ეგრე, ნეტა ვიყოთ. დღეს ჩვენ ვართ, რომ ან გადავრჩებით და ვიქნებით ქართველები, ან გავრუსტებით და ვიქნებით მართლა ის, რაც ვარ დღეს და იმაზე უარესით შეიძლება იყოს კიდევ. ხო და ამ რეალობაში საუბარი იმაზე, რომ შენ მწვადი გირჩევნია ხინკალი თუ საცივი, არარეალურია. ჩვენ საუბრობთ იმაზე, გირჩევნია რომ ჭამო და გადარჩე, თუ შიმშილით მოკვდე, ცოტა უხეშად რო შევადაროთ, ხო? ეს არის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკური იდენტობა, ანუ პარტია რო იყოს წარმატებული, მას შეუძლია, მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური იდენტობა. და ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე, ხო იგივე 90-იან წლების დასაწყისში რა ისწავლეს რუსებმა. ზუსტად გამსახურდია რომ მოკლეს დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ გამოჩნდა პარტია, რომელმაც დაიკავა ეროვნული ნიშა. ხო, გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც იმ რაღაც ანტირუსულ, შესაბამისად პროქართულ ნიშაზე დაჯდა და შეძლო ამ ქვეყნის ტრანსფორმაცია. ზუსტად გამსახურდია რომ არ მოეკლათ ან ციხეში გამოემწყდიათ, ან დევნილობაში ყოლოდათ და ასე შემდეგ და მისი მომხრეები ყოლოდათ მუდმივ რეპრესიებში, როგორც იყო კიდე, ხო, დიდი ხნის განმავლობაში. ჩემი ვარაუდით ეს პარტია იქნებოდა რაღაც, ნუ აი თავის რაღაც 20-30% აიღებდა, სულ ანა დაუწერდნენ, მისცემდნენ ამის საშუალებას და მუდმივად იტყოდნენ, რომ აი ესენი არიან ის ცუდები და ის მოღალატეები, იმიტომ შეგახსენებთ, რომ 90-იან წლების დასაწყისში ის ვერდიქტი, რომელიც დაიდო რაზმაძის პროკურატურის მიერ გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ, პრაქტიკულად იდენტური არის, რასაც წულუკიანები ამბობენ ნაციონალურ მოძრაობას. პრაქტიკულად იდენტური, რომ თურმე იყო გამსახურდია მოღალატე, რომ თურმე რაღაც ზოდობით ეხლორ წაიღო და ასე შემდეგ, რაც ყველაფერი ტყუილი იყო, ხო? შეიძლება გამსახურდეს არ ეთანხმებოდა ვიღაცეები, მაგრამ ეს რაც დაწერეს, ეს ხომ აბსოლუტური ტყუილი იყო. რას ვამბობ, ანუ მან ის რომ გამსახურდიას მომხრეები პრაქტიკულად ასე ძალისმიერად ჩამოაშორეს პოლიტიკას და პირადად ზვიად გამსახურდია მოკლეს, ამან გამოიწვია ის რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში აი ამ ნიშაზე გაჩნდა ძალა და ამ ძალამ შეძლო საქართველოს გათავისუფლება და მისი წინსვლის უზრუნველყოფა. და ამ ვითარებაში ხა იმაზე საუბარი რომ კიდე რაღაც მეორე, მესამე და მეშვიდე ნიშა იქნება, კი შეიძლება ვიღაცას ძალიან უნდა და ყველას ამბიციას პატივს სცემ, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური წანამძღვრები და ეს წანამძღვრები არ არსებობს. ძალიან მარტივია ეს საკითხი. რატო ვამბობ ამას? ჩვენ როცა საუბრობთ გაერთიანებაზე, მესმის ზოგი მემარცხენია, ეს ბევრჯერ მithქვა, ზოგი მემარცხენია, ზოგი მემარჯვენია, ზოგი რაღაც ენვაირმენტალისტია და ეკოლოგიაზე დარძდოთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას პატივს სცემ, მაგრამ ჩვენ ეხლა ვართ ჩათვალეთ მასლოუს პირამიდის ყველაზე დაბალ საფეხურზე. ჩვენ საუბრობთ გადარჩენაზე. ისინი საუბრობენ უფრო ზედა საფეხურზე და არ ვართ იქ, აღარ ვართ იქ. 2012-ში ვიყავით კი, როცა გვინდოდა უკეთესი მედია, უკეთესი ციხე, უკეთესი ისა რა ქვია, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. კი, გვინდოდა ეგ და ეხა ჩამოვედით ბევრად ქვემოთ. სულ სხვა ტიპის მოთხოვნებია. სულ სხვა ტიპის აუცილებლობა არის ჩვენ წინაშე.
კი ბატონო და ერთ კითხვასაც დაგისვამთ ახლა მცდელობები არის ხედავთ ისევ ამ ოპოზიციურ ალიანსს მიუბრუნდებოდი ხედავთ რომ არის მცდელობები თავარი აქ არის რომ პროტესტს ახალი სუნთქვა შეემატოს როგორ წარმოგიდგენიათ კი სხვადასხვა პოლიტიკოსებს უსმენ ხოლმე ინტერვიუები მაქვს მათთან და ყველა ანონსებს რომ აი ახლა გაზაფხულზე დაიწყება ახალი საპროტესტო გამოსვლები და რაღაც აზვირთდება პროტესტი რომელიც ერთი წლის წინ მართლა აზვირთებული იყო ამ ქვეყანაში ეხლა რამდენად ხედავთ თქვენ შანსს რომ თუნდაც ის რაოდენობა ადამიანებისა და ხომ იცით რომ თავებს ითვლიან მაშინ არ დათმეს არაფერი და ეხლა მით უმეტეს ძალიან რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება რომ მათ რაიმე დაათმობინო ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ რა უნდა მოხდეს რა არის ოპოზიციის გასაკეთებელი საქმე რომ ეს პროტესტი ახალი ძალით დაბრუნდეს ქუჩაში ხო, ინგა, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ მაშინ არ დათმეს, როდესაც 10-ჯერ, 100-ჯერ და მეტად უფრო მეტი ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, დღესაც ამისი ალბათობა არის ძალიან დაბალი. ხო, გიორგი ვაშაძე მისაუბრა იმაზე, არ მესმის ასე რატო საუბრობენ, რატო არიან გაბოროტებულებიო. მოდი ორი რაღაც დავხსნათ, რატო არიან ასე გაბოროტებულები. რა ვიცი, ხა ჩვენ რო არ მოვიფიქროთ არაფერი და ჩვენი ვარაუდები რომ არ თქვათ, მათივე ისტორიები გავიხსენოთ, ანუ რამდენი აქვს მოპარული კონკრეტულ ადამიანებს. ეს რაც გარეთ გამოდის. ეს რაც ითქვა პროკურატურის მხრიდან. ამდენი რო გაქვს მოპარული, შენ გინდა რომ ხელისუფლება შეიცვალოს? რა თქმა უნდა, არა. ეგ ერთი და მეორე პუტინმა იმისთვის ჩაიგდო ხელში საქართველო, რომ რა ვიცი, თუნდაც დემოკრატიულ პროტესტს დაუწოს, ანუ პუტინი ის პუტინია, რომ თვითონ სანამ შეეძლება ჩვენ ხელს არ გაგვიშვებს. ეხლა რატო ამბობ ამას? ნახეთ 2099 წლის 9 აპრილს რუსებმა 21 ადამიანი დახოცეს რუსთაველზე, როცა დაჭირდათ. ხო, რუსებმა და არა საბჭოთა არმიამ, როგორც ყობახიძე ამბობს. ხო, საბჭოთა არმია იყო რუსეთი, პოლიტიკურად რუსეთი იყო ერთეული. როგორც ასეთი, ხო, ის არ იყო საქართველოც. საქართველო უბრალოდ შემადგენლობაში შედიოდა როგორც დაპყრობილი სახელმწიფო. და წელიწად ნახევარში მათ მოუწიათ ხელისუფლების დათმობა. რატო? იმიტომ რომ დასუსტა საბჭოთა კავშირი. და მათ მოუწიათ არჩევნებით ხელისუფლების დათმობა. ხო, მე ვხედავ რომ ამ გზაზე ვართ ჩვენ, ვინაიდან რო შევხედოთ, ხო, ვენესუელაში რუსეთის კაცი აღარ არის. რუსეთის მომხრე ირანი რა დღეშია, ხედავთ. სირიაში რუსეთის მომხრეები აღარ არიან. აზერბაიჯანი დაკარგეს, სომხეთი დაკარგეს, რუმინეთში ვერაფერს ვერ მიაღწიეს, ბულგარეთში ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ანუ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან ყუდამოძუებული გარბიან და რაღაც ერთ და ორ დასახლებაზე მიდის საუბარი, აი იმ დასახლებას აიღებენ თუ არა, ხო? სერიოზულად რო შევხედოთ ამას და პროპაგანდა ჩამოვირეცხოთ, რომელიც მათ შორის ქართულენოვანი რუსული მედიებიდან მოდის და ეს უდიდესი ამბავია და ამაზეც ალბათ ორი სიტყვა უნდა ვთქვათ, ბრიტანეთის სანქციები ამ ორი მედია საშუალების, ეგრეთ წოდებული მედია საშუალების წინააღმდეგ. ამ ვითარებაში ძალიან დიდი არის იმისი ალბათობა, რომ რუსეთს თავისი პრობლემები შეექმნება. და მას აღარ ექნება იმის საშუალება, რომ საქართველოში თავისი უშიშროების აქტივებით აკონტროლოს ის, რაც აქ ხდება. და ეს იქნება ჩვენი ფანჯარა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. როგორც 90 წელს დაიბრუნა ეროვნულმა მოძრაობამ საქართველო და მერე გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ხო? აი დაახლოებით ამ ანალოგიაში ვარ დღეს. სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ მხოლოდ ადგილობრივი ძალისხმევით ეს რეალობა შევცვალოთ. ეს უნდა იყოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორების ერთობლიობა და ცხადია, საგარეო ფაქტორები ჩვენ სასიკეთოდ იცვლება და ჩვენ ამას მზად უნდა შევხვდეთ ქვეყნის შიგნით. კი ბატონო, და ბოლო კითხვას დაგისვამთ, აი საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც აღმოჩნდა და სინამდვილეში ეს რეპრესიული კანონები, თუნდაც გუში რაც მიიღეს, უკავშირდება სწორედ მაგას. სანქციები, სულ ახლახანს ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, ეს არის ყველაზე მეტად რაც აბრაზებს ალბათ ივანიშვილს და მისი სანქციები, მისი პირადი სანქციები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან ქართული ოცნების დეპუტატები, იცით და არის ცხადია მცდელობები, რომ რამენაირად გაარღვიონ ეს იზოლაცია, რასაც ჯერჯერობით ვერ არღვევენ. დაძლევადია ეს პრობლემა ქართული ოცნებისთვის და მათი ბელადისთვის? ინგა, მოდი დავიწყოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტით. ეს არ არის უბრალოდ სანქციები, ხო, აქამდეც ყოფილა სავიზო სანქციები, გარკვეული ტიპის შეზღუდვები ამა თუ იმ ჩინოვნიკზე, მაგრამ მე
გამოვყოფდი ორ სანქციას. ეს არის ფარცხალაძის სანქცირება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ბრიტანეთის მიერ ამ ორი პროპაგანდისტული არხის სანქცირება. გამოვყოფდი იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ითქვა, რომ ეს სანქციები დაკავშირებულია რუსეთის გავლენასთან საქართველოში. ჩემთვის პირადად ეს სისტემა, რასაც, 15 წელია თუ რამდენი ხანი ამას ვამბობ, რომ იქით არის რუსეთი, ხო და დღეს ამას თავის სახელი დაერქვა. ხა შეიძლება, რუსიც ლაგდება ამერიკასთან, ხო, რაღაც კონკრეტულ თემას შეიძლება დაელაპარაკოს, დაალაგდეს დროებით, რაღაც პირობებით და ასე შემდეგ. მაგრამ თავისი სახელი რო დაერქვა ამ ყველაფერს, ეს იმისი გარანტიაა, რომ ყველაფერი დაალაგდება. ხა შეუძლებელია საქართველოს დაუტოვოს ჩვენმა მეგობარმა დასავლეთმა და ჩვენი მეგობრები არიან ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არ ახდენენ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის არათუ აღიარებას, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აი მესამე სამყაროს ქვეყნებმა, სადაც რუსეთის გავლენა დიდი იყო, არ აღიარონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ეხმარებოდნენ წლიდან წლამდე საქართველოს 1000 გვარი გზით, მათ შორის ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ხალხი არ შეგვატოვებს ჩვენ რუსების ხელში. ეს არის გამოკვეთილად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან ხვალიდან ზეგიდან რა ვიცი, იმედი რასაც იტყვის, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ თქვათ, რომ აზრი არა აქვს, რაც უნდათ ილაპარაკონ, ესენი არიან რუსული პროპაგანდისტული არხი, წერტილი. ანუ მათ ლეგიტიმაცია და აი რაც ოცნებას უნდა ქვეყნის მასშტაბით, რომ მთავრობა დამიძახეთ, ალბათ შემდეგი კანონი იქნება, რომ იმედი აღიარეთ რაღაც ეროვნულ არხად. ვერ ვაღიარებთ, იმიტომ რომ დადასტურდა ის, რაც ისედაც ცხადია მათი ეთერებიდან. შესაბამისად, მათ დაკარგეს მთავარი სანდოობა. ეხლა როგორც არ ჩართავ და არ უყურებ Россия 24 თუ რაც ქვია რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, ისევე ეხლა ეს იმედს არ ვიცი რა გზით შეინახავენ ამ სერიალებს და კიდე სხვა შოუებს, რითიც იზიდავენ მაყურებელთა დიდ ნაწილს, რომ მე უკვე ნიუსებზე გადაიყვანონ და ის პროპაგანდა ასპარეზონ, ხო? მაგრამ ესეც ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან თანმიმდევრულად თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დიდი მადლობა ზაზა, რომ იყავით. ჩვენი სტუმარი ძალიან რთული დროა, ძალიან კრიზისულია, სინამდვილეში სიტუაცია და მე იმას ვემხრობი, როცა ჩემი რესპონდენტები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ უნდა ვიყოთ იმედიანად, ამას აუცილებლად გავანგრევთ, მაგრამ ხანდახან როცა ერთმანეთს მიეწყობა ხოლმე აი ამ ტიპის რეპრესიები, რასაც ძალიან მიგვაჩვია ოცნებამ, ცოტა უიმედობა იპყრობს ხოლმე ადამიანებს და ხანდახან მეც კი მიპყრობს ასეთი კითხვა, რომ მოვერევით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუნდაც გარე ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გამორიცხულია საქართველოში რუსეთმა რომ გაიმარჯოს. უბრალოდ გამორიცხულია. 1 წლის წინ იმდენი ადამიანი იდგა ქუჩაში და ალბათ 2 და 3 იმდენი კიდევ წინააღმდეგი არის იმ რეჟიმის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. ნახოთ, მოკლედ, უნდა გავიმარჯვოთ. ოპტიმისტურად ვასრულებთ. მადლობა, წარმატებას გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ. ზაზა ბიბილაშვილს უსმენთ.